ჩვენი სტუმარია სანდრო კაკულია. სულ ეგ კითხვა მიტრიალებ და მაგის აღმოჩენას ვცდილობ. ძალიან ბევრჯერ გადავრჩი ფიზიკურ სიკვდილს რა. ეგეთი საშინელი გამოცდილება იქ ცხოვრებაში არ მქონდა. ძალიან საინტერესოა რეალურად უცხო თვალისთვის. შენ შორდებოდი? თუ შორდებოდნენ? სახეები ესე ჩვენი შეხვდა ერთმანეთს. სანდრო მეთქი აი ღირს ეხსას აგდიხა. აი ღირს ხარა. აი დადებით რეალურად რა ხდება მერე რა. მაგრამ ეხლა ზეც ვიპარაკეთ, ეგეთ რაღაცებზე არც არ მივაპარაკე. იდეალური იქნება. თუ დამხვდები და რა თქმა უნდა დაგვხვდებით. მოგესალმებით მეგობრებო, ეს ჩვენი მეორე ეპიზოდია ახალი სტუდიიდან. ძალიან მყუდროთ და გემრიელად ვგრძნობ თავს. ძალიან რბილია ჩემი საბრძელი, ისევ მინდა გითხრათ. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის კამერას მიღმა მდგომ ადამიანებს. სანამ მე ვისვენებდი, რომ ისინი ესე სიურპრიზს მიწყობდნენ. დღეს ჩვენი სტუმარია სანდრო კაკულია. მანაც მითხრა, რომ აღფრთოვანებული ამ გარემოთი და გიждდება ისე მოწონს. და აღმოჩნდა, რომ სანდრო არის პროფესიით იურისტი და თუ რამე კანონთან პრობლემა გაქვს, დაუკავშირეთ სანდროს. ბოლოს ნომრები დაიწერე. ის წარგადგენთ თქვენ სასამართლოში და წაგებული იქნებით ყველა გაგებით ყველა ვარიანტში. ხო, ეხლა რა დავსერიოზულდეთ? არ არის პრობლემა. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები სანდრო? ეხლა პირველ რიგში მადლობა, მართლა სიმყუდროვე იგრძნობა. ესე გვიან პოდკასტზე არავის არ მივსულ ვარ და ძალიან ის არის, რა ქვია, ძალიან კარგ ადგილას ხართ, მინდა ვთქვა და ხო, თავს გრძნობ, მოკლედ უსაფრთხოდ და ნერვიულობის გარეშე და ეს ალბათ თქვენი დამსახურება. დიდი მადლობა. ეხლა რა შეეხება ვინ ვარს, ხო? ეგ ანუ ეგეთი ეგზისტენციალური კითხვები დასვა ეხლა? ნუ ეხლა. კაი, ხო. ან თქვათ ეგეთი თვა? კაი, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხის კონკრეტული პასუხის გაცემისგან ეხლა თავს შევიკავებ. აი, რაღაც 1 წლის წინ კიდე მოფიქრებული მქონდა, მაგრამ ეხლა ვერ გაგიგია? იცი როგორ რაღაცა არის? ძალიან ვუფრთხილდებ. ანუ მე დავიწყე ჩემი ახალი ნამდვილი სანდროს შენება და ამაზე საჯაროდ ლაპარაკისგან მინდა რომ დავიცვა ის იდენტობა, რომელსაც ვაშენებ. ანუ რაღაც დრო რომ მოვა ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ეხა არ მინდა, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა მყიფია, შეიძლება შეიცვალოს, მივხვდი? და მთავარი რაღაც კომპონენტებისგან შედგება. მაგალითად ის რომ სანდრო წერის გარეშე არ არსებობს. ანუ მე რო არ დავწერო, სანდრო კაკული არ არსებობს რა. მე რო ადამიანებს არ დავეხმარო, ეგეც არ არსებობს. ანუ აი მაგისთვის ვარ მოწოდებული, რომ ვიღაცებს დავეხმარო. და მესამე რაღაცა რაღაცები და შევქნა. ანუ აი ვარ მოწოდებით შემქმნელი ადამიანი რა. ანუ აი ამ სამყაროში მოსulis ფუნდამენტი თითქოს რა ეგ რაღაცის უნდა მოსულიყავი, აქამდე მაგიტომ გადავრჩი რა. ეგრე უყურებ. რატო გადავრჩი? ანუ რატო გადარჩებიან ხოლმე ადამიანები და რამდენიმე წლის წინ მივიღე მაგაზე პასუხი რა. რომ ეგეთი გამოთქმა არის, რომ ესე იგი ღმერთს შენზე რაღაც გეგმები აქვს რა. და აი ამ გეგმების გამოცნობაში თუ ლოდინში ვარ ხა ამ პროცესში რა. თორემ ხანდახან ორი ადამიანი ერთი და იგივენაირად რაღაცა ცხოვრებისეული გამოცდილებებით, ყველაფერს ერთნაირად შვებიან და ვიღაც ერთი ქრება ან მიდის, მეორე რჩება და აი რატო, ხო? ესე იგი რაღაც გეგმა არსებობს. ეგ ერთი. მეორე რომ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს გაქრობა. სულიერი და ფიზიკური მათ შორის. მაგალითად არ მოუვარო ჩვენ სხეულს და სხეული წარმოვიდგინოთ, რომ არის მანქანა, რომელსაც ვმართავთ და
როგორც მანქანა სჭირდება რაღაც ზეთის ტექნიკური გამოცვლა. დათვალიერება, კარგი ზეთის გამოსვლა და თან ისე რა ზეთის კი არა რომ კარგი ხარისხიანი ზეთი. რო არ უნდა დაგინანოს, რომ გარეცხო ხოლმე. რო გვასპონსორებდეს ეხლა ჩვენ ვინმე კაი ზეთები ვიტყოდით რომელი ზეთი. აი, და გავაიგივებდი ცხოვრებისეულ ზეთთან. ხო, ეგრე არის რა, ანუ რაღაცებს ვეხმარებით, მაგრამ არის კიდე ჩვენგან დამოუკიდებელი რაღაც გეგმა, რომელიც ამ სამყაროს ჩვენზე აქვს. და თუ ცოცხლები ვართ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გეგმა ჩვენ შემთხვევაში არსებობს. კაი და თუ დავიბადეთ ეგ უკვე იმის პასუხი არ არის, რომ სამყაროს ჩვენზე გეგმები აქვს და ღმერთისთვის რაღაცა მისია უნდა შევასრულოთ? კარგი კითხვა. შენ იცი რა მაგარი კითხვები მაქვს სულ. ეს არა ქვია. ხო, შენ ძალიან კარგი წაყვანის ის გაქვს რა ქვია, მანერა. ანუ ჯერ ერთი კარგი ტემბრი გახმის და რაღაცნაირიან ყურება იცი, რომ ამ ინტერესს აღვივებ რა, ანუ ადამიანს უნდება რომ გიპასუხოს კარგად, ხო ხდები? მადლობა ძალიან. ხო და მან და რამდენიმე მათ შორის არაპოპულარული პასუხის არსებობს. ყველა ვინც იბადება, არ იბადება იმისთვის, რომ აუცილებლად რამე შექმნას და რაღაც დიდი მისიით არ იბადება. რომ წარმოვიდგინოთ ბაღი სავსე ყვავილებით და ლამაზი ყვავილებით. მაგრამ ამ ეს ყვავილები რომ გაიზარდნონ ლამაზები, მათ ჭირდებათ მიწა. ეს მიწა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მიწა, უნდა იყოს განაყოფიერებული მიწა. და აი ზოგი ყვავილი ან ყლორტი შეიძლება ვერ გაიშალოს, დაჭკნეს, ჩამოვარდეს, მაგრამ სამაგერად მიწა გაანაყოფიეროს და იმ განაყოფიერებულ მიწაზე მე ამოვა სხვა ძალიან ლამაზი ყვავილი. და ზოგი ადამიანები იბადებიან იმისთვის, რომ არ იყვნენ ყვავილები. იყვნენ აი ეს გასანაყოფიერებელი მიწა. ეგეც მისია. ეგეც მისია, ხო. მაგრამ არ ნიშნავს, რომ როდესმე შეიძლება ეს მიხვდე ან არ მიხვდე, ხო ხდები? ხო. ხო და ეგეც მისია, ხო. მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში მე ძალიან ბევრჯერ გადავრჩი ფიზიკურ სიკვდილს რა. რას გულისხმობ, ისე რაღაც ავარიაში კი არ მოვყევი, მაგრამ რაღაც ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მათ შორის აი რაღაც სიტუაციებში სადაც ვიყავი, რავი, საშინელი 90-იანების ბოლო და 2000-იანების დასაწყისში ვიყავი, თინეიჯერი და სტუდენტი და ყველგან ისროდნენ და ყველგან დანები დაფრინავდა და საშინელება ხდებოდა და ვიღაცები დაუკარგე მაშინაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში და გზა კიდე რა, მაგრამ ეს სულ თითქოს სულ უნდა გადავრჩენილიყავ ეგრე იყო. ეს სულიერად იმედენად სულად ვიყავი ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ აი ხა ეკრანზე ვჩანდი და ვიღაცები მხედავდნენ და რავი ყველაფერს ვაკეთებდი რომ ეგ დამემალა. ძალიან სულად. აი ხან მიფიქრია რომ ჩემზე უბედური ადამიანი აი საქართველოში კი არა, საერთოდ სამყაროში არ არსებობს თქო რა. და ვალაგებდი ჩემოდანს და გავრბოდი. და აი გავრბოდი როგორ ადგილებში, ისე რაღაც მთაში მარტო. სადღაც აბასთუმნის მიგდებულ სასტუმროში ვარ ნამყოფი, სადაც დამალაგებელი ქალი მოდიოდა და გარედან მკეტავდა ხოლმე. და აი ეს ფილმი რო არის, ხო იცი? ნათება, Shining. აი მან ცხოვრობდი რა. და სინდიოფალებში და რაღაცა ცხოველებში, რომლებიც დადიოდნენ და ბოდიში რო გაწყვეტინებ და მან კომფორტულად იყავი? აი რო გარბოდი. სადაც გარბოდი. ნახე როგორ არის. მან კომფორტულად იყავი საკუთარ ფიქრებთან და თავთან. არა, მაგრამ რაღაც უნდა მომხდარიყო. ანუ ვაწყობდი, ჯერდი არ ვიცოდი და გავრბოდი, ან ფიზიკური გაქცევით მეგონა რაღაცას უშველიდი. მეორე რომ საკუთარ თავს ვიგდებდი
განზრახ, ძალიან მეტად უფრო მეტად სტრესულ სიტუაციაში, რომ განეიტრალებულიყო ის სტრესი. და აი აბასტუმანის ამ იმაში რა ქვია, დაკეტილ ზამთარშიდან თებერვალში მაგ დაბადების დღე და გადავწყვიტე რომ იქ უნდა შევხვედრილიყავი. სადაც მეუბნებოდნენ რომ რაღაც სულებიც არის და მე ხო იცი რომ გეუტყელი რომ გეჩვენება. ზოგადად პატარა კი არ ვარ, დიდი ვარ. ხო, და ანუ ამ სტრესში რა. ხო და სულების ისე გეშინია? თუ არ გეშინია? იცი რა არის სიმალე რო თქვა არ მეშინოდა. არასდროს არ მეშინოდა. და თან რავი, ესეც ძალიან ის არის რა ქვია. ცხადია რომ ეხა ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ სულ ხედავდი რა, ანუ აი ალბათ რომ მოგწონს რაღაცა იმას სულ ხედავ რა. ხო და სხვა შორის ძალიან დიდი ვიყავი. რავი, ალბათ უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა რომ გავიგერო თებს რო ატრიალებენ, ხო იცი? როგორ არ ვიცი. ქვედა ხელი ვისიც აი ის რო ატრიალებს. ხო, ჩაკლახე. აუ ხედა მე ანუ აი თან ყველა იფიცება რომ მე არ ვარო. ანუ აი პირველი ხელი არის ეგრე უყურე, მაგრამ მე რაღაცა გამოცდილებები მქონდა. გაზ კიკეთში რომ მე მარტო ვაკეთებდი რაღაცებს და მოკლედ ეს რაღაც კავშირებს უაბამდი ხოლმე. სისულელია ძალიან ბავშვი. ხარ ეგეთი რაღაცების მე ვარ, კი. აი სულები და რაღაცა ძველი სარკე და ძველი სახლი და აი ყველაფერი იმდენად მომწონს ეს მისტიური მხარე საერთოდ. ხო და ნახე რა არის. აი მაინტერესებს რომ ეს მედიუმობა არსებობს რა, ანუ სამყაროებს შორის და რაღაც კატეგორია ადამიანები არიან. აი ხო არის რაღაც მეტეო დამოკიდებული ადამიანი არსებობს, რომელიც აი ამინდი რო იცვლება, ну რაღაც ფიზიოლოგიურად იცვლება, ხო. და არსებობენ ადამიანები, ვისაც აი ეს ვიბრაციები სხვა სიხშირეზე და გრძნობს უფრო. ხო და ეგეთი ვიყო. ეხა ეგ რას მოვაყოლე აღარ მახსოვს. იმას რომ დაბადების დღეზე წახვედი იქ და აბასთუმანში, აი ამ ძალიან მისტიკურ გარემოში, სადაც ანა კორზაიამ მითხრა რაღაც ადგილი, სადაც მოკლედ ამ რო აშენებდნენ ამ სასტუმროს და ამ ობსერვატორიას, იქიდან როგორ გამოდიოდნენ რაღაც ერთი მოსახვევია და მთელი ამბავი რა. საკუთარ თავთან დარჩენას რო დაუბრუნდეთ რა. როგორი ის მქონდა, იცი? ძალიან დიდ სასტუმროში წარმოიდგინე, 300 ნომერიან სასტუმროში მარტო ვარ, აი აბსოლუტურად მარტო. გარეთ აქამდე თოვლია და ის რა ქვია. ეგ მართლა შაინინგია. ეგ მართლა შაინინგია. ეხლა რო უფიქრები, ეგ როგორ გავაკეთე. მაგრამ ნახე, იმედენად ცუდად ვიყავი აქ, რომ ყველგან წავიდოდი, ოღონდ ამ რაღაცას გავქცეოდი რა. არის ხოლმე შორის ეგ თერაპია, რომ ტკივილს ამარცხებთ უფრო მეტი ტკივილით. მე ვაკეთებ. ხო. ანუ რო ტკივა, აი კვილი ტკივა, უფრო მოვიწიწკნო. რომ სხვა ტკივილი გადა. კი არის, დამოკიდებული ადამიანების ამბები მოხმარებაში მყოფების მაქვს მოსმენილი, რომლებიც საქართველოში არა, სხვა ქვეყანაში. პოლიცია რო იჭერდა და უჭერიათ და აი იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ლომკა ეწყებოდათ სპეციალურად საკლიდან აგინებდნენ პოლიციელებს რომ ამათ გაეყვანა და ეცემათ. აი ამ ტკივილში, ამ ცემაში რაღაც დრო ყუჩდება ის ტკივილი, ხო? ხო და ამიტომ არის რა. კაი და ეხა მითხარი იქ რო დარჩი რა მოხდა? დაბადების დღე ისე ტორტი ვინ ჩაგაკრობინა. იქ შევხვდი, ეს ქალი ძალიან საყვარელი იყო, რომელსაც მანამდე შეუთანხმდი და მითხრა რომ ესე იგი იქვე აბასთუმანის ოღონდ თვითონ სოფელში იყიდეო ხორცი, რაღაცა პროდუქტები მაყიდინა. ეს ქალი მოდიოდა და მიკეთებდა საჭმელს, ტოვებდა და მიდიოდა და დღის განმავლობაში ხედავდი საათი ან საათნახევარი. და დაბადების დღე როცა მქონდა, ამ ქალს უთხარი რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა თქო და მახსოვს რაღაც ტელევიზორი იყო იმ სამზარეულოში ჩართული და ეს ტელევიზორი გამორთო და გილოცავ დედიკო და გადამეხვია. აი ხო არაფერი რა. და ეს საათნახევარი ამ ქალთან გატარებული მე ვჭამე და ვეუბნებოდი რა გემრიელი და გუფთა გამიკეთე როგორ მახსოვს. და ის რა ქვია ძალიან გემრიელი. და ვუყურებდი ამ ქალს და ჩემს დაბადების დღეს.
და ძალიან დავსევდიანდი რა, რომ რაღაც მომენტი რო არის, ხო, რომ გამოფხიზდები, რომ სად ხარ სანდრო საერთოდ. ვის გაკეთებულ საჭმელს ჭამ? ანუ ან რატო წამოხვედი იქიდან, საიდან წამოხვედი, რაღაც თბილისიდან რომ გაიქცე და იქ. და აი მუდმივად ეგეთი ისინი მქონდა ხოლმე რა, რავი, ბრძოლა რო დავარქვა ცოტა მიტყდება. ძალიან ხმამაღალი განცხადება ბრძოლები, მაგრამ ხო რა, ეგ იყო ერთ-ერთი მომენტი რა, ეგეთი ინდიკატორი, რომ ეგ ტიპი ვიყავი რა, რომ სულ მინდოდა ბევრი კითხვა მქონდა. აი ხო იქიდან დავიწყოთ ლაპარაკი, რომ შენო, სანდრო, მარტო რჩები რა. აი სულ ეგ კითხვა მიტრიალებდა და მაგის აღმოჩენას ვცდილობდი. მაგრამ არასწორ ადგილებში ვეძებდი. აი არასწორში. ხან გართობაში, ხან პროფესიის ცვლილებაში, ხან ურთიერთობაში, აი რაღაცა სახლი გამოიცვალე, უცხოეთში წადი, ეხლა ის იყიდე რაღაცა ყიდუებში, ხო ხდები? გეგმერა სუცვლილება გჭირდება, ხო? ხო. და მე მოვიგონე რაღაც ეს ფილოსოფია, რომ მე ვარ ეგეთი ადამიანი, რომელიც ვერ ჩერდება ერთ ადგილას და ის უნდა შეიცვალოს და ყველაფერი. არა თურმე? არა, იცი რა? არა. ანუ სტატიკა და სტაბილურობა არ გაშინებს. სტაბილურობა, ნახე რა არის. ეგ ხო არაჯანსაღი დამოკიდებულება. აი, რაღაცა რო კარგი ხდება და რო ვერ ისვენებ და რო გინდა რომ ცოტა ცუდი მოხდეს. ანუ ეგ ხო ემოციების მოხმარება, ანუ ჩვენ მე შეეული ვიყავი, რომ რაღაც სისგან სულ უნდა გავიქცე, სულ უნდა დავიმალო. ადრენალინია ეს ყველაფერი არა? ხო და კი, მაგრამ რა, აი, რატო გაჩნდა ეგ? ანუ ეგეთი გავჩდი? თუ იქნებ ძალიან სტაბილურო ბავშვობის რაღაც მომენტში სადღაც ძალიან გამიჭირდა. სადღაც ძალიან შემეშინდა. და აი ამ შიშისგან უნდა გავუქცეულიყავი და აი რო წარმოვიდგენთ რომ აი 2 წლის ვარ რაღაცი შემეშინდა, გავიქეცი ამ გაქცევაში. ვიგზენი თავისუფლება, სიმშვიდე და ამ დამალვაში გადარჩენა და ეს პატერნად ჩამომიყალიბდა. და ეხა ეგრე ვუყურებ რა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც სულ გარბის, რისგან გარბი ხარ? და მე ვამბობდი რომ მე ვარ აი რაღაცა ბევრი ტიპაჟია ჩემში, სანდრო მწერალი, სანდრო მსახიობი, სანდრო მარკეტინგი სპეციალისტი და იურისტი, აი რა, ყველაფერი. ეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი რომ არის ჩემი პლუსი. მაგრამ და ძალიან საინტერესოა რეალურად უცხო თვალისთვის. ხო. რა ეგეთი მრავალფეროვანი და ამდენი ფერი გაქვს და ხიბლავდა ალბათ გოგოებს ეგ ძალიან, რომ თან დრამაც იყო, ისიც იყო, ისიც იყო, რომანტიკაც იყო ალბათ. და მაგალია. მე იყო რომ ამ რაღაც გადამიღეს და პირველად რაღაც ყარაბაღში წერა როგორც ვამბობდით. და უცბად ამ კინოს ინდუსტრიაში მოვხდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს სცენაზე ყოფნა, სცენაზე რა, ანუ ესე სოციალურ სცენას გულისხმობდა. ადამიანებთან ურთიერთობა, უცბად აი ქუჩიდან 16 წლის ვიყავით 17-ის სკოლის პირველ ყარაბაღში რა. ერთი წამი მაპატია 16 წლის ასაკში გადაგიღეს და აყვები რომ დანარჩენი რაღაცები მანამდე იყო. აბასთუმანი და რაღაცები არა. ეხა უკან ხდები. აბასთუმანი, ეხა უკან ხდები. აბასთუმანი მერე იყო, მაგრამ მანამდე იყო მაგ დროს ხალხი უკვე გწნობს. როდესაც აი ეს აბასთუმანი და რაღაცები ხდება. კი, აბასთუმანის პერიოდში უკვე ეგ პერიოდია ხო. და ის რა ქვია. ხო, ეხა უკან რო ვახვევ, თითქოს ყველაფერი რაღაც აი ეს წერტილები შეერთდა რა, მივხვდი რომ აი ეკრანზე გამოვჩნდი და სანდრო 13 წლის ვიყავი პირველი პიესა რო დავწერე. 16 წლის ვიყავი რო დაიდგა რუსთაველის სარდაფში და იმავე წლის ბოლოს ყარაბაღში გადამიღეს და ხვდები აი ყველაფერი და უცებ პირველ კურსზე ვიჯდები იურიდიულზე ვაბარებ. და უკვე 4 რაღაც მაქვს, ხვდები, გადაღებული კინოში დაწერა პიესა და იურიდიულზე ჩააბარა. და მაქედან მე დავიწყე ეს შეგროვება ამ სხვადასხვა პროფესიების, ადამიანების, სახეების, ტიპაჟების და ნიღბების მათ შორის, ხო, რა რომ და ისე კარგად დავამუღამე.
აი რო დავდიოდი, აი ჯიბეში, აი 20 მიღავი მე. აი რა წამს ადამ ჭირდება და წკავ ეგრე ვაზრობ. ხო და ეგეც ის არის, რა ქვია, ეგეც თავდაცვის ერთ-ერთი სტრატეგია. ხო. წარმოიდგინე, გვიან 30 ani ჩემი ასე 30 პლუსის მერე 35 წლის ასაკში დავიწყე რეალურად საკუთარ თავთან დაბრუნება იმ თავთან რომელიც არც იცი ვინ არის? სანამ აი კინოში გადაიღებდნენ და აი რო წერდა რო დაიწყო წერა იმ თავთან აი ანუ აი 13-12 წლის სანდროსთან აი ეგ მაინტერესებდა ზუსტად რომ აი ბოლო-ბოლო როდის დაუჯექი საკუთარ თავს და დაუწყე რომ რა შვები ვინ ხარ აი ეგ მოხდა დიდი ხანი არ არის 5 წელია რა როცა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდი რაღაც რა იმათ შორის ფიზიკური რაც ჩემი ძმა გარდაიცვალა, მამა ჩემი გარდაიცვალა და დავიწყე დაფიქრება, რომ რა ხდება რა, ანუ რაღაც ირგვლივ სამყარო რომელსაც ვაშენებდი, დაიწყო რაღაც ქაღალდის თუ კარტის სახლივი დაშლა რა. და ცხოვრებაში პირველად ჩამერთო როგორი განგაში, იცი რომ რაღაცა ბოლო 2 ცალია ეს კარტი ერთმანეთს დადებული და ესეც თუ დაინგრა ამ კარტებს მე ვეღარ ამ სახს მე ვეღარ ავაშენებ თქო რა და იმიტომ რომ მანამდე აი ხო აგიშენებია კარტებისგან სახლი ხო იცი როგორია ჯერ 5 უნდა დაალაგო ამ 5-ზე მე 4-ს დებ მე 4-ზე 3-ს და ესე რა პირამიდის ფორმა აქვს რა და აი რაღაც 16-დან 16 წლამდე აი ეს 5 რაღაც ხიმინჯზე აგებული სახლი ნელ-ნელა ესე ზემოდან ეს კარტები ესე იშლებოდა რა და აი ბოლო ფეხი რო იყო დარჩენილი მანდ ეგ ამბავიც მოუყევი მე მგონი რომ მამა ჩემის გარდაცვალებას უყურებდი აი ცოტა ხნით ადრე სანამ გარდაიცვლებოდა და დავინახე საკუთარი თავი ძალიან გავდით ერთმანეთს რა და შემეშინდა რომ მეც მოვკვდები რომელიმე ორგანოს იმითი რა ქვია კიბოთი და განსაკუთრებით ფილტვის რადგან სიგარეტს ეწევოდა და მასაც ფილტვის კიბო ჰქონდა და აი მაგას ხჩობით რა ყველაზე საშინელი სიკვდილი არის უყურო ადამიანს როგორ უნდა რომ ჩაისუნთქოს და ვერ სუნთქოს ანუ და ეს ვიჯექი წინ უყურებდი მამა ჩემს ძალიან ახალგაზრდას და უცბად გადავთვალე რომ აი 30 წელიწადში მე მის ხელო ვიქნები რაღაც ბევრ სიგარეტს ვეწევი ეგ პერიოდია და თავში მომდის ეგეთი აზრი რა კარგია რომ გოგოშვილი მყავს თქო რომ რა კარგად მომივლის თქო მიუხედავად იმისა რომ მეც მამა ჩემს ვუვლიდი აი მაინც ის მქონდა რომ თან რა ეგოისტური ფიქრია, მაგრამ თან როგორი შეშინებული კაცის ფიქრია რა, რომ აი გოგოებმა რო კარგი მოვლა იციან მამების, თითქოს რა კაია თქო რომ გოგოშვილი მყავს, თქო რომ ესე რო ვიქნები. და ეგ ხო იყო წამის მიასედებში რა, ეგ ფიქრი. მოდი შეგრა ასაკში ხდება. 36 წლის ასაკში. და მანდ უცბად მერე რა, იმავე დღეს წამოვედი, სახში მივედი მამა ჩემისგან და ეს მივხვდი რომ ანუ სანდრო მეთქე რა სისულელე იფიქრე. ანუ ის კი არ ვიფიქრე რომ ეხა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ მამა ჩემივით არ მოუყდე. არამედ აუ რა კაია რომ გოგოშვილი მყავს, იმიტომ რომ ელენე დიდი გაიზრდება. ხო, ანუ სადღაც დავუშვი რომ მე უეჭველი ესე მოუყდები და ბარემ გემრიელად მოუყდე რა. და მანდ მივხვდი რომ რაღაცას ჩემ ტვინში თქვა ჯანსაღად არ არის საქმე რა. ეხა გადატანით მნიშვნელობით ვამბობ და უუტრირებ, მაგრამ ეგრე იყო რა და ეგ მნიშვნელოვანი გამონათება იყო ჩემ ცხოვრებაში, რომ ან ეხა მე ვცვლი რადიკალურად ჩემს საერთოდ ხედვას, საკუთარი თავის, სხეულის და სამყაროს მიმართ, თუ არა და მეწყვდები მამა ჩემივით და აი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი შიში იყო რომ მე არ მოკვდე მამა ჩემივით და აი მაგაზე დავაფუძნე მე ყველაფერი სხვა რა.
შენი შვილი ახლა რამდენი წლის არის? 16 წლის. 16 წლის. მე 16, ნუ ხო. შენ ხარ 40-ის. Yes. ანუ გაგიჩნდა რამდენი წლის იყავ? 25-ის. ხო. პატარა იყავ. ხო, 21 წლისას მოვიყვანე ცოლი. ანუ რეალურად აი ამ ყველა გარდამტეხ პროცესს გადიოდი მაშინ, როდესაც მამა იყავ. ხო, ეგეც საინტერესო ისაა. შენი აზრით, აი ამ პროცესის გავლის დროს ამ ყველაფერმა შვილთან პირიქით იმას ქნა დაგაახლოვა თუ პირიქით განრიდება გქონდა და განშორება იყო შვილთან სულ? მე აი ეს გაქცევა ჩემი რა, იყო ყველასგან განრიდება. ოჯახი, ცოლი, დედა, შვილი თან ვიყავი ესე როგორც ფიზიკური ყოფნით რა, მაგრამ ემოციურად არ ვიყავ. როგორი მომენტები იყო, იცი? რა აი ვიყავი კი არა, რა ვიცი. აი ფოტოებს ყავი და არ ხო, ძალიან ჩაგეხუტებოდი და აი გეგონებოდა. ამით სხვაგან იყავ, ხო. აი აბსოლუტურად სხვა. და ეგ და ყველა სტრესული მან რა არის, იცი რომ მაგას რო აცნობიერებ. აი რო ვერ ხვდები და როგორია რომ ამ ფიზიკური ყოფნით რაღაცას ავსებ და გჯერა, არა მე ვიცოდი რომ ეს არის, ეს იყო სუროგატი. მაგიტომაც გარბოდი მე მგონი. ხო. რო ეცედი რო დამიბრუნდეს რა. აი ტკივილს რო თრგუნავ ტკივილით ეგრე იყო, რომ საკუთარ თავსას ვჯიდი რა, ანუ აი ამ რაღაც ასკეტურ იმებში, მომენტებში, ხო, აი პირობებს უსებ ძალიან ცუდი იყო და აი რაღაც ვჯიდი რა, ანუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს. ხო და რავი, მაგრამ ეხლა მაყურებელს რო არ შეექმნას რაღაც ისეთი წარმოდგენა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ანუ ეგ წარსული რო არ მქონოდა, დღეს ეგეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი რა. არ არსებობს. ანუ აი მაგიტომ გონია რომ ანუ მადლობელი ვარ, რომ გადავრჩი, რომ ცოცხალი ვარ და ეხა შემიძლია რომ აი ეგ სხვაობა დავინახო ამ სხვადასხვა ცხოვრებებს შორის რა. სხვაობა დაინახო კი არა, საერთოდ იქამდე მიხვიდე, იმდენად გააცნობია რომ საკუთარი არსი მოლეკულებამდე ხარ ჩასული. მართლა ეხა რასაც გისმენ, რომ პერსონაჟებიც კი ყავს ახქმული და აი ეს სხვადასხვა ნიღბები გაქვს ახმული. იცი რა რთულია ადამიანის ფსიქიკისთვის, ახლა შენთვის უკვე მარტივია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია რომ საკუთარ თავს უთხრას და აღიაროს საკუთარ თავთან, რომ ძალიან ბევრი ნიღაბი აქვს. ძალიან რთულია. მიუხედავად ჩემი თავი ძალიან ბევრ რაღაცაში რაც შენი ლაპარაკი ამოვიკითხე და რა დამემართა, იცი საკუთარ თავთან შევრცხო და გავაჩერე. ეგ ფიქრი. და შენ ზიხარ და ამაზე ლაპარაკობ ისეთან ისე მხატვრულად, გვაწოდებ და საერთოდ ანუ აბსოლუტურად ყველა საკუთარ თავში ეძიება, ეხა პოულობს იმ პერსონაჟებს, შენ რაზეც ლაპარაკობ და დიდი ალბათობით გააჩერებს ფიქრს, იმიტომ რომ ეგ აი იმის არის. აი მე მაშინ გავარბოდი, როცა ვერ ვიღებდი ჩემ ფიქრებს. აი ხოზე რო გინდა რომ აი ბლარკ, აი არა, მე ეხა არა. აი ეს ხო. და ეხა გადავიდეთ სხვა რაღაცებზე, ხო. სანამ არ შევწყვიტე ეგ ქცევა, რომ ფიქრები შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ რა. აი რაც არ უნდა მოვიდეს, აღარ ვუარყოფ არაფერს. ანუ წარმოიდგინე, არ არსებობს ფიქრი, რომელსაც ეგრე გავურბივარ, იმიტომ რომ მაგან მიმიყვანა საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებამდე რა და ვიცი რომ მან თუ დაუბრუნდი, ანუ ეგ არის რაც გვართმევს ჩვენ გადაწყვეტილების მიღების ჯანსაღუნარს, გამბედაობას არგუმატებს. ანუ ეგ კეტავს რა, ანუ რას გაურბივო რა, ანუ ხელი ჩემი, ფეხი ჩემია, ჩემი პირია, რა ვიცი, აი ფიქრი შემოვიდა და გავიდას იმდენად დავამუღამე, რომ აღარ მეშინი. თან ყველა წარსულს როცა მიიღებ, ანუ ხო ხდები, აი რო ურიგდები საკუთარ თავს, მე აღარ არსებობს ფიქრი, რომელიც ეგრე გაშინებს რა. მე გავაკეთე ერთი ეგეთი მედიტაცია არის, ალბათ გაგიგია, შენი ბავშვობის პატარა მეს რო ხვდები რა. ხო და ეგრე პირველად რო გაბაკეთე, ეგეთი საშინელი გამოცდილება, აი ცხოვრებაში არ მქონია.
წარმოიდგინე პატარა სანდროს მოდის და ეს გიდირება ხმა გეუბნება რომ ეხლა მუხზე უნდა დაისვა და სკვერში ვხდებოდით რა და მოკლედ ჯგუფთან ერთად ვაკეთებ და ეს ძალიან საყვარელი სანდრო სურათი მახსოვს რომელი ფოტოდან ავიღე სახე რა და მამაშენს ვაკისპარში დავყავდი ხოლმე სულ მეუბნება და გაიღიმე და ყველგან ძალიან მაშინ გაღიმებული მაქვს აქ ძალიან საყვარელი ეს რაღაცნაირად ლოყები ხუჯიჯათმებით ეს მისველებდა ხოლმე და მიწევდა ამ თმას და აი მამაშენის თმით ვარ რა და გაღიმებული ეგ სანდრო წარმოვიდგინე და მოდის და ეს ხმა გეუბნება რომ ეხა შენ ზიხარ სკვერში და ეს პატარა 5 წლის ბავშვი გიახლოვდება და ნელ-ნელა სახე ჯერ არ ჩანს და ესე როგორ მოდის და ნელ-ნელა ნათელი ხდება რომ ეს შენ ხარ ეს სახე გეუბნება და ოკეი ეხა მე ვარ აი მივხვდი რომ გვერდზე მიდგას და სკვერში ვზივარ რა ანუ რაღაც კამზე ამ იმაში რა ქვია გიდირებულ მედიტაციაში და ეხა ვამოგხედავსო გეუბნება და აი სახეები ესე ჩვენი შეხვდა ერთმანეთს რა აი 5 წლის სანდრო და მე 35 წლის და ის გეუბნება რომ ეხა ჩაისვი აიყვანეო ხელში კალთაში ჩაისვი მთელი მუღამი რა არის რომ ანუ უნდა აიყვანო და აი ეს ჩახუტებაა რა და ხმა მეუბნებოდა რომ ეხა უყურეო როგორი სახით გიყურებს როგორი თვალებით გიყურებს რას გეუბნებაო მისი სხეული და მოკლედ რა მემართება ანუ ისეთ სევდას ხედავ ამ 5 წლის სანდროში აი ისეთი უცბად ძალიან საყვარელი ნათელი და ლამაზი და უბრალოდ სიღრმეში დავინახე თითქოს მისი 30 წელში მომავალი და ისე შემეცოდა რომ აი ეს სტრესი გადამევიდა რაში იცი რომ დავიწყე როგორი ხარხარი იცი და ვერ ვჩერდები რა და აი ვიცინი ვიხევი სიცილით და ხალხი გამოფხიზ და ადგა ჩავშალე ეს თელი რიტუალი და ანუ ვერ ვჩერდები ანუ კორსიზი დამალევინეს ანუ იმდენად აჟიტირე რაღაც წამლებს მასმე მე რომ ვერ ვჩერდე თითი რომ ეხლა ყველაფერზე რო გეცინა და მეორე თუ მესამე დღეს გავიგე რომ ეს ტვინმა ასე დაიცვა ჩემი ამ სტრესისგან მაგრამ საინტერესო რა არის რომ იმის მერე გადის 3 წელი და ეხლა ძალიან ხშირად ვაკეთებ მაგას და ყოველ ჯერზე თითქოს ვამოწმებ აბა სანდრო ისევ სევდაშია ის პატარა სანდრო როგორია და როგორია იცი ანუ აქვს ეს სევდიანი თვალები თითქოს მომავალში ეს სტრესები შეხვდება მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ ერთად ამი ხდი და აი რომ შევურიგდი ამ 5 წლის სანდროს და შევძელი ეხლა რომ ჩავხუტებოდი ტრაუმის და ტირილის და სტრესის გარეშე აღარ გაურბივარ ჩემს პატარა 5 წლის სანდროს თუ აღარ გავეკეცი არ არსებობს სამყაროში რამე რასაც შეიძლება რომ გავექცე რა ხო და აი ძალიან ხშირად მინდა ხოლმე რომ ეს გამოცდილება რის გამოც ესე ვლაპარაკობ რა სხვებსაც გადავცე რომ ხანდახან აი ჩვენს პარტნიორში კი არ არის ამ პრობლემა ამ პასუხი არ ჩვენს შულში არც იმაში რაღაცა სამსახურში აი არაფერი აი სადმე სხვაგან კი არ მე სხვაგან ვეძებ ანუ აი ჩემი გამოცდილებით ყველა პრობლემა იყო გარეთ ყველა პასუხი იყო ამ პრობლემის მოგვარებაში და არასდროს არ ვეძებდი საკუთარ თავში და აი როცა გავჩერდი და აღარ გავიქეცი და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი და აი იმ პატარა სანდროს შევურიგდი აი ეს ამ ჰარმონიაში რომ შევედი მარტო მაშინ დამშვიდდი და სამყარო ჩემს გარშემო და სწორი კითხვები როგორ დაუსვი საკუთარ თავს მარტო ეგ მე არ გამეკეთები აი მთელი მუღამი ეგ არის როცა ვცდილობდი რომ ეს მე მარტო გამეკეთები ამ ყოველთვის არასწორი გზებით მივყავდი ჩემს გონებას არასწორ გამოსავლამდე და როცა ვითხოვე დახმარება და ადამიანებს ვთხოვე რომ მე მარტო აღარ შემილია რა და აი პროფესიონალი ფსიქოლოგი, თერაპია, რეაბილიტაცია, ლექციები, მთელი რაღაცები რომ ხელებს რო წევ და ამბობ რომ აი ეხლა
რა აქამდე ვიცოდი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა ხალხნო, საკუთარ თავს ეუბნები პირველ რიგში. ვნებდები თქვენ მოგენდობით ერთი თვის განმავლობაში. აი ეგრე მივენდე რაღაც პროცესებს. და ეს ხალხი დამიდგა გვერდში. გვერდში რა ხო ხდები? ვიღაცისთვის ეს არის მარტო თერაპია, ვიღაცისთვის არის კომპლექსური უფრო რაღაცა წამალი, ექიმი ეს. და წავედი ამ საკუთარი თავის აღმოჩენის პირადი რაღაც განვითარების გზით რა. და ადამიანები რომელსაც გაიარეს ეს გზა. ანუ მე დავიჯერე ადამიანების ეს მაგალითს მოყვები. კაი მაგალითი რამხელა სიმარტივეში არის ხანდახან ძალიან დიდი გასაღები ხომე ჩვენთვის რა. ორ მომენტს მოყვები. ერთი რომ ლურჯი ცაზე, აი უბრალოდ ცას რომ მოყურებდი ხოლმე, ვტრიგერდებოდი. ისე რომ მინდებოდა დალევა. აი რა, სიგიჟე არ არის. რავი, ცას რო ახედავ და ამ ცას რო უყურებ განსაკუთრებით ზაფხულში. რაღაც მომენტები იყო ხოლმე, რომ აი რაღაც ლუდის გემოც მომდიოდა და მე ეს ლუდის გემო გადადიოდა, რომ ფეხბურთის ხმამბეს მომდა ხოლმე, სადაც ჩართული იყო ფეხბურთი და აი ეს ყველაფერი ესე აიგებოდა ხოლმე. მეორე იყო ლურჯი ცაოდ. აი ცოტა ჰორიზონტზე უნდა გამეხედა, აი თქვა მაღლიდან და ცა და ჰორიზონტი. და წამში ხვდებოდი ხოლმე უცბად გონიოში ან კვარიათში, ეგრე წარმოვიდგინდი, რომ ეს ცა იყო გონიოსა კვარიათის თავზე, მზე ჩადიოდა. მახსენდებოდა ერთი და იგივე დღე, ზაფხულის და აი შიგნიდან ისეთი რაღაცა ემოცია მოდიოდა ხოლმე, რომ აი გართობა ეხლა ეგრევე მუსიკას მესმოდა და აი ხო ხდები რაღაც. ხო და ეგ პრობლემა იყო რა, რომ უცებ შეიძლება გადავერტყორცნე ხოლმე ამ ჩემს რაღაცას ამ მოგონებაში რა, სადაც მათ შორის არ ვიყავი ფხიზელი რა. და წარმოიდგინე ახლა რა ვიცი 20 წლის წინანდელ არასიფხიზელში რომ გაბრუნებს ლურჯიცა თუ რაღაც. თან აი ძალიან ხშირად რო თან მე ძალიან მიყვარს რაღაცა რა ბუნებაში ყურება და ხო აი და წარმოვიდგინე რთული. ძალიან სიგიჟე იყო რა და ისა რა ქვია არაფერი სადღაც ვარ აი იმ ხალხთან ერთად იმ გარემოცვაში იმ დაცულ იმაში რა ქვია გარემოში სადაც პიროვნულის დამიდის და ირო გითხარი ეს ბავშვთა შეხვედრას ამ შენობაში მიდიოდა ვარ დიღომში რაღაც დიღომი რუისკენ ვარ კერძო სახლები აი მან თბილისში ცხელა და უბრალოდ წევარ იქვე რაღაც კერძო ეზოს იმაში რა ქვია ეზოში და ამცას უყურებ გვერდზე მიდგას ადამიანი რომელიც ანუ კონსულტანტი რა იმის რა ქვია სახლის და ამ ცაზე ისევ დავიწყე ლაპარაკი და შფოთი შემომდიოდა და ეხლა მე წავედი და ისა და ეს თავს დამადგა და მეუბნება ეგეთ რაღაცას რომ სანდრო ეხლა მომისმენ უფრო მოკლედ აი მომისმენაც არ ვთქვამს ეს ცა მეუბნება სულ აქ იქნება ეს ცა შენამდეც აქ იყო და ეხაც აქ იქნება და მითხრა რომ ანუ ცაში კი არ არისო პრობლემაო რა ანუ მე თვითონ როგორ ვიყავ ისე რომ აი ლურჯიცა გაიტანეთ ეხა რა იმიტომ რომ დავიღალე და შეიძლება რაღაცა ხელი დამერტყა და აგრესია შემომდიოდა ხო იცი მე რომ ვერ ახდენ ამის რაღაცა ამოღებას ხანდახან და აი ისეთი ტემბრით მითხრა რომ ცა შენს თავზე არასდროს შეიცვლება აი ის ლურჯი სულ იქნება რომ მივხვდი რომ პრობლემა არ იყო ცაში არამედ პრობლემა იყო ჩემში და მან მივიღე ცა ისეთი როგორც არის აი ხა ზიგიჟი არა აი ზუსტად მესმე მივიღე ცა და მივიღე რომ მე ნებისმიერ მომენტში ცას თუ გავხედავ ეს ფიქრი შემომივა მაგრამ პასუხისგებელი მე ამაზე ვერ ვიქნები, მაგრამ პასუხისგებელი ვიქნები რეაქციაზე, ამის მერე რას გავაკეთებ. აი მან რო ჩავედი ერთ-ერთი მომენტი არის. მე მაგ პრინციპით მივიდოდი სხვა რაღაცებსაც. აი ნეგატიური გახსენებები, წარსულში რაღაც შფოთი რომ მოხდეს, აი ეს გავაკეთე და უცებ რო გემართება. ან სადღაც ჩაივლი და ცუდი მოგონება გააკეთა და შფოთი რომ
მე ღვინის ქარხანასთან დღემდე ვერ არ შემიძლია რომ ჩავიარო მანქანით რომ მედგა. ნახე რამხელა დისკომფორტს ქმნის. ძალიან და რა ეგ თუ შენში ანუ აი რაღაც ცხოვრების ხარისხს დაბლაწევს და ესე გთქუნავს, მაშინ ერთი ვარიანტი ანუ უნდა მიიღო კაროჩი რაღაცნაირად. რაღაც უნდა გააკეთო. აი მე მაგალითად არ ვტოვებ რაღაცები კიდე მაგრამ აი არ ვტოვებ არაფერს. აი მე რო ეგრე იყოს არაუვლიდი გვერდს. აი რაღაცას ვიზავდი რა, იმიტომ რომ მაგრამ იმ ჩემ თავს დავაჯერებ რომ ისევ რაღაც ცუდი მოხდება და მოხდება იმ ხოლმე ძალა აქ ჩემ ფიქრს. ხო და ალბათ არის რაღაც ხო გამოსავალი. ანუ ნახე ღვინის ქარხანა ადგილს ვერ შეიცვლის. მე შევიცვლი, ამიტომ ტრაექტორიას მაგალითად რომ მივდივარ. ხო, ვიცი, ხები, რატო? ანუ ნახე რაღაც არის, მე ეგრე უყურებ, რომ აი ბარიერია რა. ანუ შენ თუ გრძელი გზით უნდა წახვიდე, ესე იგი რაღაც ბარიერია, რომელიც შეგიძლია რომ ესე აიღო და აღარ იყოს ბარიერი, მაგრამ მაინც უვლი გვერდს და გრძელი გზით მიდიხარ. აი რატო იგზელებ გზას? ხო, ანუ და მე არის მილიონი რაღაცა რა. ახლა არ ვარ მზად, არის შიში, იქ არის. და ნუ აი რა ეხლა რა მოხდა რა ეგ რომ მქონდეს რა და მე სხვა რაღაცები გადაერთვა. აი ეგ ძალიან ის არის, ადამიანებს გვაქვს რა, რომ აი როგორც ორშაბათიდან დავიწყებ, ცოტა ეგეთი ის არის. ეხლა გასაკეთებელი იმოქმედე რა გააკეთე, რატო არ აკეთე? მე მაინტერესებს შენი წერის მიმართ სიყვარული. ალბათ ავტომატურად შენში იწვევდა იმასაც, კიდევ შენი მახასიათებელიც არის ის, რომ რაღაცეების რომანტიზირება გიყვარს და საერთოდ რაც უფრო ეგრე მგონია მე რა, რაც უფრო გულჩათხრობილი იყავი, უფრო მეტი ინსპირაცია მოდიოდა საწერად. კარგად რო გახდი. წერა გაგიჭირდა თავიდან? კარგად რომ გავხდი? საკუთარ თავთან კომფორტულად რა, ანუ რო აღარ გქონდა ჭიდაობები. ხო. ეხლა ნახე რა. მე აბსოლუტურად შემეცვალა ლექსიკა რა. აი ჩემი ნაწერი რო აიღო, აი ესე ორ ეტაპად რო გავყოთ ეს ცხოვრება. დავიწყე თავიდან კითხვა, მათ შორის რაღაცების გარედაქტირება და როგორ გაუცხოება მაგ იცი? აი სხვა ადამიანის დაწერილია რა. და ეხლა რასაც წერ არ გამჭირვებია წერა. აი აბსოლუტურად არ გამჭირვებია. უბრალოდ სხვა დინამიკაა რა. სხვა ადამიანის დაწერილია. 7 ადამიანი წერს? სევდა ისევ მომწონს. მომწონს ხო? კი. მან და არის ჩემში არის რის გამოც სულ კარხასიაზე ტიპს თამაშობდი იყო რომ სიამდვილეში ძალიან სევდიანი ვარ რა და ჩვენ გავიზარდეთ სამყაროში სადაც გვეუბნებოდნენ რომ სულად ყოფნა არ შეიძლება და ამიტომ მეც დავისწავლე მუდმივად კარგად ყოფნა და რა ვიცი რა ბიჭი არტირის და შენ ეხლა ესე უნდა მოიქცე და სტუმრები რომ მოდიოდნენ თუ წევხარ უნდა ადგე და თუ ცუდად ხარ მაინც უნდა ადგე და ჩაიცვა და ლამაზად გეცვას და ხელი ესე არ დადო და ეხა ესე შეიკარე და ხვდები და აი ამ მოწესრიგებულობაში როგორია რომ უნდა იყოს გაღიმებული და ამ გაღიმებას იმ ხელა რესურსი ჭირდებოდა ხანდახან ისე ცუდად ვიყავი რომ რა ვიცი საერთოდ არ მიყვირს რომ რო არ დამელი არ მომეხმარა, ვეღარ ვიცინოდიო და მე ეს უგჭირდება რა. ხო და საბოლოო ჯამში ის არის რა ქვია. აი სევდას და არის კიდე შეშინებული შიში არის. აი ორი რაღაც. აი შიში არის რაც აბნელებს ყველაფერს. სევდა ზენს სიღრმეს. ხანუ მე მესმის სევდის გარეშე მაგალითად ახალს ვერაფერს ვერ ვქნი. ანუ მჭირდება ხოლმე სევდა და ხანდახან ხელოვნურად ვუხმობ რომ რამე სიმღერის ტექსტი დავწერო თქო. მე ვაგდებ. ხო და მესმის რა ანუ თუ არის თან შენში მე მგონი ებრძოდე რატო? კიდე არის აი ცხოვრებისეული ტემპი ჩემთვის სევდა არის შენელება და აი ეს გაქცევა რაღაცა ხოძე ყოფნა მაგრამ ეხლა ისა არის
ესე რა ქვია, ასოცირდება რაღაც ზედაპირულობასთან. ხო, ეგ ყველაფერი ნათამაშები მაქვს რა. ეხლა ვარ შენელებული. რეალური მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შენელებული ვერას ვერ ვიქნები, ტიპაჟი არ ვარ მე ეგეთი ნელი. მაგრამ ჩემი მოძრაობები რაღაცეები, აი რო გენახეთ ვისაც იმ ცხოვრებიდან ვახსოვარ, აი მართლა რა ხალხს ვახსოვარ რომ რაღაც სუპერმენივით ვიყავი რაღაც აი დავფრინავ. სხვათა შორის ეს გაფანტულობა არ გაქვს, რაც თან ახლავს იმ რაღაცებს, რაც შენ ცხოვრების წესი იყო. ხო და ძალიან დამიწებული ხარ კი არა, აქ ხარ ძალიან. ხო. აი როცა აი ცის მაგალითის ეგ იყო. ან რაში მჭირდებოდა მე რო გავქცეულიყავი კვარიატში 2001 წლის კვარიატში. ანუ ეგეც ხო გაქცევა იყო რა. რო გილაპარაკებოდნენ ხანდახან გქონდა ის რო არ გესმის? ანუ აი რაღაც რო გეკითხებიან გილაპარაკებიან ადამიანებს სხვა სამყაროში უნდა დაუბადებულიყო. აი ესე ვამბობ. და თითქოს სამყარო უნდა გამოცვლილიყო ჩემ გამო. ანუ წარმოვიდგინე 8 მილიარდი ადამიანი უნდა გამოცვლილიყო, რომ სანდრო გაკულიას თავი ეგზნა კომფორტულად. თქო, ეგ სამყაროს რა იყო დღემდე არ ვიცი. და ეგ დისონანსი იყო როგორი საშინელება, იცი, რომ მუდმივად რო ცხოვრობ, მაგრამ რო ხარ და თითქოს აქ არ უნდა იყო. სად უნდა იყო? და პარტნიორების არჩევაში ძალიან აღმოჩნდა რომ ყველას დამტანჯავ. წარმოვიდგინე, შენს გვერდით ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არის და ამ დროს რაღაც როგორი სამყარო სხვა სამყაროში ფიქრობს რომ უნდა იყოს ისე რაღაც სინათლის მილიონი წელი რო ჭირდება რა რაღაც სხვა მატერიაში საერთოდ. ხო და ძალიან რთულია ეგეთ რაღაც. ანუ ეგეთ ადამიანთან ეთყობ. ოღონდ იქაც ვიღაცებს ვაბრალებდი. შენ შორდებოდი? თუ შორდებოდნენ? საბოლოო ჯამში მაგას გამბედაობა უნდა, ხო იცი? რას? დაშორებას. რო დაშორდა შენ? ხო. აიძულებდი რომ დაშორდნენ? ხო და მე აწყობ, ისე აწყობ ყველაფერს, რომ მაგ პასუხისმგებლობა შენ არ იღებ, ის შორდება და მაგრამ აიგრე მოდიხარ. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ურთიერთობებიდანაც გარბოდა, რა, აი უცებ ისე გავიძურწებოდი, რომ ვერც მივხვდებოდი. ჩვენთან იყო, ერთად ვიყავით, რამდენი წელი და ეგეც შიშის აი არა სტაბილური ადამიანი ყოფილი. ხახმა, ანუ იმიტომ კი არა რომ ცუდი ვიყავი. არა, შენ თვითონ გარბოდი, საირისგან არ იცოდი, შენ რეალურად ყველაზე მეტად შენ გჭირდებოდა შენი ბავშვის ჩახუტება. კი ბატონო. და ეხლა რა დააშოვა, გვერდზე ვიღაცამ ჩემ იმან გოგომ. ხო. ზოგს თავის ბავშვთან არ ჯერ ჩახუტებული. კიდევ ვიღაც კაცის ბავშვი ჩაიხუტოს, აი ხო ხდება. ხო. ეხლა მომიყევი აი ამ ყველაფრის ცისარტყელა. აი მწვიმიანი და ღრუბლიანი იმ ყველაფრის მე მზემ რო გამოანათა ცისარტყელა გამოვიდა, გაზაფხული დადგა, ჰოუდილო რანინა. აი დადებით რეალურად რა ხდება მერე რა. შენ 2 წელია ხო? მე მგონი რაც ხარ ძალიან კარგი, თუ მეტია. ეგრე რა, ბევრი რაღაც, ნახე 4 წელი საერთოდ ალკოჰოლის მიღებისგან თავისუფალი 3 წელზე მეტი ნებისმიერი სხვა სუბსტანციის და წამლის წელიწადნახევარზე მეტი ნიკოტინის და თამბაქოსგან თავისუფალი. და ეხლა უკვე ტანსაცმელზე გადავედით, რომ 5 წელი ხორცი და რაღაცები. ბუდიზმზე გადავდივართ ახლა. ხო, იცი რა, ყველაფერი რაც ზიანს მაყენებდა ელიმინაციის პროგრამაში ესე გავატარე რა. ხახნო, ეხლა მე რა მინდა თქვა? მე ადამიანი რომელიც რავი აი პატარა ტკივილსაც გაურბოდა და ყველაფრისგან გარბოდა მუდმივად და პირველ რიგში საკუთარ თავისგან, რაც უკვე ვილაპარაკეთ, მე არ მეგონა თუ ამ ხელა გამბედაობა აღმოჩნდებოდა. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმე ამ ვიდეოს ნახავს და ფიქრობს, რომ აუ ეხა იქ წავიდე, მე ეს არ შემიძლია. მე ვიყავ ეგ ადამიანი, რომელსაც აი არაფერი არ შემეძლო.
და არც გჯეროდა ხო? არა, მე მეგონა რომ აი როგორც მამა ჩემი სიკვდილში დავიჯერე რომ მე ესე მოკვდები თქო. მან ვეგუებოდი რა. რა ნუ აი რა ვქნა. ვითამაშებ ცოტა ხო სანდროს, მერე ამასობაში რაღაც გავხდები. აი წავედი შეგუების. მაგრამ მთელი ხიბლი ეგრეთ წოდებული ფსკერის ეგ არის. აი როგორც კი ეგუები ცუდად ყოფნას და ფსკერისკენ მიდიხარ, ფსკერზე ფეხის დარტყმას ხო იცი რა არის, სამ ფსკერამდე არ ჩახვალ, ვერ არტყავ. ანუ რამდენი არ უნდა იქნიო ის ფეხი, სანამ ფსკერზე არ ჩახვალ, ვერ დაარტყავ და მინდა რომ ადამიანებს შთავაგონო რა, იცი რომ საერთოდ არ არის ძალიან დიდი სიძლიერე საჭირო. აი რაღაც, არც ფიზიკური, არც მორალური რა. აი იმ ცუდად ყოფნაში, თუ ბოლომდე ცუდად ყოფნას გაყვები, ხანდახან ეგ მოგიტანს აი იმ პირველი ფეხის დარტყმის ძალას რა, ეგ მოგცემს. ხო და რავი, ეგ როგორ მოხდა, იცი? ის იყო რა ქვია, ძალიან აი ამ ძალიან ცუდად ყოფნაში ვიწექი ყველაფერი მტკიოდა სხეული და აი დიღმის იმაში რა ქვია კერძოსახლები ხო და ციოდა წვიმდა საშინელი ამინდი იყო და ლოგინი რომელზეც ვიწექი ფეხები როგორ მტკიოდა იცი მოდი ვიტყვი მე მგონი არ მაგასად მეთქვა წნევის ძველებური აპარატები რო არის ხო იცი მაგას აი ესე ვიბავდი ამას წვივებზე და 220-მდე ამყავდა ამ მასაჟის ფონში სიცხეს მიმოქცევაში და მე უშვებდი და ეს რამდენიმე წამი იყო როცა თავს მანებებდა რა მოკლედ აი ეგრე ვარ მაგ მდგომარეობაში და არ მძინაო და აი გადაბრუნების დროს ლოგინი რომელს ვიწექი ჩატყდა აი როგორ ჩატყდა ისე აი სამკუთხედად რაღაც ესე და რო ჩატყდა თავი და ფეხები მაგ ერთზომაზე რა აი წელი მაგ იატაკზე ამ დიღმის რაღაც იმ დროს საშინელ სახლში ვაგდივარ ეგრე და პირველად ჩემ ცხოვრებაში როგორი მადლიერება შემომივიდა იცი ანუ აი რო ვიგინებოდი მანამდე და ყველაფერს ვაბრალებდი და ყველა მზულდა და რავი აი ფეხები აღარ აქტივდა რო აწია აი ეგ მადლიერება ხო შემომივიდა და იმ წამს დამიამდა ყველა ტკივილი და მადლიერი ვიყავი რომ სანდრო მეთქვი აი ღირსი ხარ ეხლა ზაგდი ხარ აი ღირსი ხარ რა და თან იწექი მაგ პოზზე არ ამდგარო ხო მე იმის მერე 10 დღე არ გამოვსვალე საწოლი აი საწოლი ჩემს გახდა როგორი წმინდა იცი მაგ საწოლმა გადამარჩინა აი მაგ დანარცხებამ აი ეს სანდრო რაღაცნაირი ტიპია და ყველაფერი კარგად აქვს და სულ ხასიათზეა და რავი რა აი მაქედან გამოვედი და სულიერად ფიზიკურად და ბოლოს აი ლოგინიც კი ჩაინგრა აი ყველაფერი ჩაინგრა რა და ეს რაღაც უე გადატანით იმ მნიშვნელობით კი აღარ იყო აი ყველაფერი დაინგრა რა ეს ლოგინი როგორც დაინგრა და მაგ ნანგრევებში ვიპოვნე შვება და 10 დღე ხა ბევრი ვთქვი მაგრამ მომდევნო 3-4 დღე ნაღდათ თქვი იყოს როგორც არის რა და სითბო ვიგზენი, აი ციდან გადმოსული სითბო, წვიმის ხმა გაქრა, ეს სითბო გადმოიღვარა, იმ ღამის პირველად დამეძინა, ტკივილი გაქრა, მეორე დილით რო ავდექი, აი ის კი არ იყო ბედნიერი ვიყავი და რა. აი ძალიან ნაცემი რო გამოხვალ, რაღაც ბრძოლიდან, აი ეგეთი ბრძოლიდან სისავსის შეგრძნება გქონდა. ხო და ნახე პირველად ჩემ ცხოვრებაში გავიღვიძე საკუთარი თავით და გუშინდელი ღამით ვიყავი კმაყოფილი. ანუ კმაყოფილი იმიტომ რომ ლოგინი არ შევცვალე. არ ვიტირე, არავინ არ გავაღვიძე და არ ვთხარი რომ რამე მტკივა თქო და იმიტომ რომ ბოლომდე ვიწექი და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი რომ ეხა სადაც ვარ, მადლობა რომ საერთოდ ვარ თქო რა. ანუ არაფერი სამყაროსგან ზედმეტი არ მომითხოვია.
სულ ვითხოვდი ყველასგან და ყველაფრისგან, სულ ვითხოვდი მეტს. სანდროს ყურადღება უნდა. ეხა ეს მჭირდება, რატო გვერდში არ მიდიხარ, თავთან რატო არ მიდიხარ, ის რატო არ მომიტანე, გამომიძახე, წავიდეთ, ბილეთი ვიყიდოთ, გავფრინდე, აი, რაღაც კომფორტებს ვიქმნით. აი, კომფორტების შექმნა კი არა, მე თქვი ამაზე უბედურებაში ჩავარდე, ოღონდ კარგად ვიყავ თქო და აი ღმერთმა მან ჩამაგდო მართლა. და გაბედეც იდეა. გაბედე არის მაქედან გაბედე არის ეხა ჩემი ყველაზე საყვარელი რაღაცა, რასაც კი ოდესმერაც კი გამიკეთებია რა. ანუ მე ყველაზე მშიშარა და გაუბედავმა ადამიანმა გაუბედე ცხოვრებისთვის მე თქვა რომ მზად ვარ რომ გავაგრძელო ცხოვრება და ეგრო მივხვდი რომ მე შინაგანად გაუბედავ ადამიანს მივხვდი რომ ეს გამოცდილება რომ მე ხა სხვას არ გადავცე და ეს გამბედაობა ზე ხმამაღლა არ ვილაპარაკო შეიძლება დავკარგო იმიტომ რომ ამ გამოცდილების გაზიარებით სხვას ეხმარები ვიღაცები ესე დამეხმარე მე მათი მაგალითებით მომეცა მეძალა ვიღაცა მოსმენილი მქონდა რომ ჩემზე ბევრად უმამაგრად ყიოდათ რაღაცეები და მართლა ზოგს ფეხი არ ქონდა და ზოგს ქუჩაში ეძინა და ეხა უყურებდი და ტიპები ბედნიერები იყვნენ რა და მე თქვი ეგ როგორ ხდება და რაღაც დრო დამჭირდა იმის მისახვედრად რომ ეგ ძალიან ინდივიდუალურია ანუ ვიღაცის ქუჩაში ცხოვრება ვიღაცის ჩემ შემთხვევაში ჩანგრეული ლოგინი თუ დილომი თუ შვედეთი არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ძალიან ინდივიდუალურია რა ხო და გაბედეს რაც შეეხება მივხვდი რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა რომ ისეთი რაღაც რომ ბევრი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი რა და აი ეხა ჩემი ცხოვრების მოტო არის ეგ სიტყვა რა აი გამბედაობაზე უფრო წმინდა ჩემს ცხოვრების ფილოსოფიაში ეხა არაფერი არ არსებობს მთელი ცხოვრების ხიბლი არის გამბედაობაში აი მაგას მივხვდი ხა ნუ აი Nike-ს რო კონკურენციას გაუწევს ეგეთი სიტყვა just do it ცოტა რა ზუსტად ჩაჩოჩებს არა ყველა აი მითხარი სფერო რას არ ესადაგება ყველაფერს ანუ პირადი ურთიერთობიდან დაწყებული რავი საქმე დამთავრებული გაბედი არის აი იდეალური სიტყვა კი და მართლა ძალიან ისეთია ინსპირაციული სხვანაირად ჩვენ აი დავждდებით ტელევიზორთან და საბოლოოდ მართლა თუ არ გაბედე არა ყოველ დღე რაღაცა თუ არ გაბედე რა აზრია ცხოვრებას აი ყოველ დღე რაღაცა უნდა გაბედო გაბედვა ჭირდება იმასაც რომ ადამიანს კომპლიმენტი უთხრა მართლა ჭირდება გაბედვა აი სულ რაღაცები უნდა გავუბედოთ გაბედვა ჭირდება რომ მიიღო კომპლიმენტის ანუ მიხვდი რომ გაბედე რომ შეირგო ზუსტად ხო და ეხა მაინტერესებს რაღაც ახალი ეხა ძალიან ის არის ხო ეხა ეგ დავამატე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესა რა ქვია ეხა კი ვლაპარაკობ ამ რაღაცებზე და აი გაბადრული სახით და ადამიანებს სულად არის ძალიან სულად არის ანუ მათ შორის იტანჯებიან დამოკიდებულებით ფსიქიკური აშლობებით დაავადებებით და სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ საზოგადოება, სადაც ძალიან სტიგმატიზირებული. მან მენტალური გამოწვევების წინაშე მდგომი ადამიანი ცოტა ჩრდილშია, რა. არ უნდა ილაპარაკო, იმან არ გაიგოს, სამსახურში არ გაიგონ, ოჯახი მალავს, ისე ანუ რავი. ხო და მინდა რომ აი ამ სტიგმას უფრო აქტიურად შევებრძოლო, ეს ერთი. და მეორე რომ აი რაღაც ბევრი ადამიანების მაგალითზე ვანახოთ რომ და ეს ძალა მიუცე რა ამ გამოცდილებით სხვას რომ გაბედონ. მეორე არის რომ კაი გაბედა ადამიანმა. აი უნდა მოვიდა და ძალიან მაგარი мотиваცია აქვს. და რა გააკეთო? საიდან დაიწყოს? იმიტომ რომ თუ
თუ ამის ეკონომიკურად, ანუ ამის სახსრები არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება, რომ სრული რეაბილიტაციის კურსი მიიღო სადღაც რა. ანუ სახელმწიფო დეტოქს აფინანსებს, მაგრამ მეც არაფერს. კაი, გაიკეთა ადამიანმა დეტოქსი, ალკოჰოლია თუ რაღაც. ან თამაში. დეტოქსი რამდენ ხნიანია? ორი კვირა, ხო, ერთი კვირა ალკოჰოლის შემთხვევაში, ორი კვირა და 12 დღე ან მაქსიმუმ 21 დღიანი არის სხვადასხვა სუბსტანციებზე და აი მე სად მიდის. მთელი ბედნიერი და აი ფხიზდა ცხოვრებას სწავლობ მაგის მერე. და ამას ჭირდება. რეალურად ბრძოლას იწყებ დეტოქსის მერე რა. ხო, რა, ანუ ფიზიკურად ეხა ფიზიკურად რაღაც რო გაწუხებს, აზრი არ აქვს, ვერაფერს ვერ დაილაპარაკებ. ეგ არის აი დასაწყისის დასაწყისი. ხო და მინდა რომ აი ეს დამოკიდებულების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, ეგეთ ფონდი გავაკეთე რამდენი მეგობართან ერთად და ეხა ვიკრებ სხვადასხვა ხალხს რა და მინდა რომ საქართველოში ძალიან ბევრჯერ ვანახეთ, რომ შეგვიძლია გაერთიანება აი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე. და მე მგონია, რომ რავი, აი მითხარით ყოველ მეორე ადამიანს ოჯახში, უბრალოდ ოჯახი საქართველოში, ვისაც ირგვლივ არ ყავს, ან უშუალოდ იმ ოჯახში არ არის ამის პრობლემა. და ნებისმიერ ადამიანს მივცე საშუალება, რომ რაღაც აი ამ ერთიანობით დაუფინანსო და ეს მთელი კურსი ამ კურნალობის, ინდივიდუალური სესიები, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, რავი, ძალიან ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ დაზღვევას არ ანაზღაურებს და მე სულ მაგას ვამბობ რა, რომ რავი, მე მაგის მაგალითი ვარ რა, რომ აი ვერც ფილმში, წიგნში ვერცად ვერ წარმოვიდგენდი ეგეთი ბედნიერი ცხოვრება თუ არსებობს რა. და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცილი და იცი და ხედავ ადამიანს, რომელსაც უნდა გამოჯამთრება. ხედავ პოტენციალს და მაგაზე საშინელება, აი რა უნდა. ხო იცი, აი აქვე რო არის და ხელს რო ვერ ახებ, აი ეგრე არის რა და მოკლედ მინდა რომ ყველა გავერთიანდეთ, რომ ამ ადამიანებს ეს საშუალება მივცეთ რა. და მინდა რომ შენი პოდკასტის ეხა რაღაც გაბედეს ირგვლივ, მინდა რომ რამოდენიმე მედია პროექტი ეგრე შემოვიამხანაგო რა, რომ აი მარტო აი ამ გადარჩენილ ადამიანების დახმარებაზე ორიენტირებული და იდეალური იქნება. თუ დამხვდები და რა თქმა უნდა დაგხვდებით. ხო, იმიტომ რომ რამდენიმეს მინდა რომ თქო, შენი ძალისადაგება მაგ იმას რა. აი ამ რეალურად არ ვიცი 15 წუთი ხო პირობითია, მაგრამ ერთი წუთიც აი ამ სიმარტოვის და მარტოების საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ხანდახან დანარჩენ 80 წელიწადს განსაზღვრავს ხოლმე და ერთი სიტყვა შეუძლია ეგრე ქნას, ერთ პოდკასტ შეუძლია, ერთ რაღაცა ჩვენ მიმართვას ხო ხდები და აი ყველაფერში გვერდში გიგულე. ხო და აი ძალიან ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა და რავი, არ ვიცი ეს როდის გავა, მაგრამ რაღაცეებს უკვე მალე ხა გაულონჩაო და ბარემ ერთად ვქნა. ერთად ვქნათ. ოკეი. ეხა ორი კითხვა დამრჩა, არა, სამი კითხვა დამრჩა, ისეთები რა მოკლეები. შენი აზრით ბედნიერება გადაწყვეტილებაა, ანუ ხო? რა თქმა უნდა, ეგეთი. ხო, მეც რაღაცა ეგრე მგონია. შენი აზრით დამოკიდებულება დაავადება? ანუ მე ხა ეგრე ვფიქრობ, კი. მეც ეგრე ვფიქრობ და მაგიტომ მგონია რომ დაზღვევაში უნდა შედიოდეს. და უეჭვად, ანუ კოდი აქვს რა, ანუ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია დაავადებად რა. იმიტომ რომ დაავადება, ისა დამოკიდებულება არ არის ნივთიერების ალკოჰოლის სუბსტანციის მოხმარება რა, ანუ ეს არის სხვა რაღაცა, ხო, სხვა რაღაცაა. იმიტომ რომ ადამიანები ალკოჰოლის მიღებას წყვეტენ და მოწევას იწყებენ. მოწევას წყვეტენ და თამაშს იწყებენ. თამაშს ეწყვიტავს და შოპაგოლი კი ხდება, ანუ რაღაც უნდა იყიდოს. შოპაგოლის თუ არა, უნდა გამოიძახოს და რა ქვია, fast food-ი ჭამოს. ანუ და ეგ არის დამოკიდებულება, რომ შენ მუდმივად გჭირდება რომ გაექცე რაღაცისგან, სულ გარბი ხარ და აი ამებით. მეორე ის, რომ ემოციებზე დამოკიდებულება არის რეალურად რა. და მნიშვნელობა არ აქვს fast food-ს გამოართმევ, ნივთიერება იქნება, ნივთიერების გამო ურთიერთობებზე დამოკიდებულება. და ეს დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ სამყარო ისეთი როგორიც არის. ხო, ეხა იცი რა ზუსტ ვფიქრობდი ეხა? აი, რა მნიშვნელობა აქვს რეალურად მე
იმიტომ რომ ფსიქიკური რაღაცა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ამ წუთას ჩემში. მე ამას გამკლავდები იმით, რომ ვენებს გადავიჭრი და მე მაღიარებენ, ვთქვათ, რომ რაღაცა და ის მაქვს დიაგნოზს დამისვამენ და დამსვამენ მედიკამენტებზე, თუ მე მოხმარებას დავიწყებ, იმიტომ რომ ჩავმალო ეს, რომ ვენა არ გადავიჭრა. მართა აი ეგ არის, ისა რა ქვია, კარგი პოინტია იმ ხრივ, რომ დამოკიდებული ადამიანი, უბრალოდ მოხმარებაში ყოფილი ადამიანისთვის ეს არის გამკლავების ერთადერთი საშუალება. ანუ ჩვენ თუ არავინ არ გვასწავლა სტრესს როგორ გავუმკლავდეთ, ანუ ადამიანი იპოვნის რაღაცას რომ გავუმკლავდეს, ხო? ხო და რავი, აი რაღაც ახლა ძალიან გორილების იაპონიაში პატარა გორილას სათამაშო დაქონდა, ხო იცი, სტრესთან გამკლავების იპოვნა რაღაცა, რაც უმსუბუქებდა ამ სტრესს. წარმოიდგინე ახლა რომ ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ხან სიმარტოვეში, ხან აი ამ რაღაც სულიერ ტკივილში რაღაც გვჭირდება რომ გავანეიტრალოთ, ხანერთ ანუ მოვკვდებით. და ეს ვიღაც შემთხვევაში არის ალკოჰოლი, სუბსტანცია, სათამაშო, ჩახუტება, სექსი, ურთიერთობა, ჭამა, მილიონი რაღაც. 3000-მდე გამოხატულება აქვს დამოკიდებულებას, მაგრამ ფუძე და საფუძველი არის ერთი. არ ვიცი როგორ გავუმკლავდე გამკლავების მექანიზმები არ ვიცი, შეშინებული ვარ და უნდა გავექცე და ესე გაურბივართ რა. ძალიან მაგარ რაღაცას იწყებ. მადლობა, მეც ეგრე მგონია. და საერთოდ ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ. მე მოგითხრათ გაბედეს მაყურებელი ვარ. მადლობა, მიხარი. აი გიყურებ ხოლმე, აი მარტოობის 15 წუთი რომ აქ ძილის წინ საკუთარ თვალთან გიყურებ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა, რომ დავიწყე მეგონა, რომ ერთი ხოდაზი კაცს თუ ნახავს რა კაი იქნება თქო და რაღაცებ ადამიანებს თურმე როგორ ჭირდებათ, იცი, რომ და თან რაც გულახდილია. ხო. ის მგონია რა აუცილებლად ყურებადი იქნება რა. მე ძალიან მიხარია ხა შენი სიტყვების მოსმენა. მადლობა. მადლობა შენ სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესოა. საერთოდ არ მოველოდი, რომ ეგეთი იქნებოდა. არ ვიცი რას მოველოდი, მაგრამ ეხლა რაღაც ბევრ სხვა ადგილას ვიყავი და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მეთქი ხალხს ხო არ მობეზდა ამ რაღაცებზე ლაპარაკი. მაგრამ ეხლა რაზეც ვილაპარაკეთ, ეგეთ რაღაცებზე არც არ მილაპარაკე. მაგარია. მადლობა შენ. მადლობა შენ.